დღეს მოვამზადოთ უგემრიელესი ქათმის ფილე ყველის სოუსში. ქათმის ფილე დავჭვიათ და დავუმატოთ პაპრიკა, მარილი, სოიოს სოუსი და მექსიკური სუნელები. კარგად მოვურიოთ და 9 საათით გავაჩეროთ. მანამდე მოვამზადოთ ყველის სოუსი. 2 სუფრის კოვს კარაქს გავადნობთ, დავუმატებთ 2 სუფრის კოვს ქვილს და განუწყვეტლივ ვურევთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავასხამთ 300 მლ რძეს და ვურევთ შესქელებამდე. დავუმატებთ მარილს, პაპრიკას, შავ წიწაკას და ერთკბილ გახეხილ ნიორს. გადმოვდგამთ ცეცხლიდან ოდნავ შევაგრილებთ, დავუმატებთ გახეხილ ყველს და კვლავ შევდგამთ ცეცხლზე, სანამ ყველი სრულად არ გადნება. დამარინადებულ ქათმის ფილეს შევწოვთ ორივე მხრიდან. ასევე შევწოვთ რამდენიმე კბილ ნიორს. შემწორ ფილეს მოვასხამთ ლიმონის წვენს, გადმოვიღებთ ტაფიდან და დავჯვრით პატარა ნაჯრებად. თეფშზე მოვასხამთ ყველის სოუსს, დავალაგებთ შემწორ ქათმის ფილეს, მოვაყლით გახეხილ ყველს და შემწორ ნიორს. ჩვენი უგემრიელესი კერძი მზად არის. არ დაგავიწყდეთ და ალაიქოთ და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი.